ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი ტოკიოში მიმდინარე გამოფენაში მონაწილეობდა. სტუმრებს იაპონელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ და ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაცნობოდნენ. გამოფენაზე სახელწოდებით Red Wine მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. ქართული სტენდი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში Red Wine ტოკიო მონაწილეობდა ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი, სადაც უმაღლესი ხარისხის ორგანული და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები იკრიბებიან. აღნიშნული გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი საფრანგეთიდან, ხოლო ტოკიოს გამოფენაზე მოსულ იაპონელ ღვინის პროფესიონალებს და მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინოები და ასევე გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას. ინტერესი საკმაოდ გაზრდილია შაშადობდა შედარებით. მე მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ბუნებრივი ღვინის ასოციაციას იმისათვის, რომ მცირე მარდებს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ფესტივალებზე მსოფლიოს მასშტაბით. ეს აუცილებელია ქართული ღვინის განვითარებისთვის და ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, საჭირო საქმე, რომელიც ქართული ღვინის შრომადობას ზრდის ზოგადად. მეორე წარვარდგენ ჩემ ღვინოებს ტოკიოში Red Wine-ის გამოფენაზე. ზოგადად გამოფენები ძალიან საინტერესო პლატფორმაა, რომ გავიჩნოთ ინდუსტრიაში მოღვაწე ხალხი და ასევე საბოლოო მომხმარებელი და მივიღოთ უკვე კავშირი ღვინოებთან დაკავშირებით.